დილა მშვიდობისა, გურუ. შაბათ-კვირაა, ამიტომ დღეს ჩვენ სწრაფად გავაანალიზებთ ჩემს ბიტკოინთან და ეთერიუმთან გარიგებას. მე ჯერ კიდევ დაახლოებით 30% ვარ აქციებში და 70% ნაღდი ფულით. ჩემი ყველაზე დიდი პოზიციები მოიცავს Google-ს, Nvidia-ს, Amazon-სა და Alibaba-ს, ხოლო მე ვაშენებ პოზიციებს Apple-ში, Foxconn-ში, XM-სა და Tesla-ში. გამოიწერეთ და ჩართეთ შეტყობინებები. მე გაჩვენებთ ჩემს ბიტკოინისა და ეთერიუმის გარიგებას. მე გავანახევრე ბიტკოინის გარიგება, შემდეგ კი ფასი მკვეთრად დაეცა 62,000-მდე ჩემი შემდეგი შეკვეთის გააქტიურების გარეშე. მოდით გავხსნათ სქემები და გადავხედოთ გარიგებას და ტექნიკურ ანალიზს. ამჟამად მაქვს 1,25 ბიტკოინის გარიგება აქტიური. მე გავანახევრე $63,500 მახლობლად და ბიტკოინი ახლა ვაჭრობს დაახლოებით 63,000. ბიტკოინი დაეცა დაახლოებით 62,500-მდე, რის გამოც ეს პოზიცია დაახლოებით $1,400-ით დაეცა. ცოტა ხნის წინ ბიტკოინი თითქმის იქცევა როგორც სტაბილკოინი, მოძრაობს ვიწრო დიაპაზონში. ყოველკვირეულ ჩარტზე სტოქასტიკ არის გადაჭარბებული გაყიდვა. ბიტკოინმა დაახლოებით 54%-ით შეასწორა ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რომელიც გასული წლის ოქტომბერში, თითქმის 1 წლის წინ იყო. ჩემს წინა ვიდეოში განხილული 4 წლიანი ციკლის ანალიზის მიხედვით, დაახლოებით 70 დღე რჩება ისტორიულ 385 დღიან ფანჯარამდე, რომელშიც ბიტკოინმა ადრე ჩამოაყალიბა ციკლის ბოლო. შემდგომი კლება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ყოველკვირეულ სქემაზე ჩემმა Bitcoin Indicators botმა გამოაქვეყნა ლურჯი შესყიდვა, მაგრამ CryptoGuru bot რჩება წითელ გაყიდვის სიგნალზე და აგრძელებს მიმართულებას ქვემოთ. დღიურ ჩარტზე სტოქასტიკ ცდილობს გადალახოს გადაჭარბებული გაყიდვების პირობებიდან. RSI არის მისი დიაპაზონის შუაში, ხოლო squeeze momentum ისევ წითლად ხდება. ბიტკოინი ჯერ არ არის ზედმეტად გაყიდული, მაგრამ ახლოსაა. თითქმის 2 თვის განმავლობაში ბიტკოინი ვაჭრობდა მკაფიო არხზე დაახლოებით 62,200-დან 65,500-მდე. ბიტკოინის ინდიკატორი ბოტი კვლავ აჩვენებს წითელ გაყიდვას, ამიტომ გეგმავ ამ დიაპაზონის გარიგებას. ჩემი უფრო დიდი გრძელვადიანი გარიგება იგეგმება $48,000-თან ახლოს. შესვლა არის დაახლოებით 47,800, მჭიდრო გაჩერებით 47,400-თან ახლოს. უფრო ზუსტად, წინა დაბალი და დაგეგმილი შესვლა არის 47,700-თან ახლოს, ხოლო წითელი სტოპ-ლოსის ხაზი არის დაახლოებით 47,391. ეს კონფიგურაცია რისკავს დაახლოებით $373 და მიზნად ისახავს დაახლოებით 83,000. პოტენციური მოგება არის დაახლოებით $26,258 დაახლოებით $373 რისკზე, რაც ახლოს არის 70-დან 1 რისკ ანაზღაურებასთან 1 ბიტკოინზე. ეს ასიმეტრიული შესაძლებლობა სწორედ ამიტომ მომწონს გარიგება. ვიდრე ეს უფრო დიდი კონფიგურაცია გააქტიურდება, სურს მიმდინარე არხის გარიგება. მე გავხსნიდი დიდხანს ქვედა საზღვრებთან დაახლოებით 62,200. გუშინ ბიტკოინი ძალიან მიუახლოვდა. ჩემი შეკვეთა იყო 62,200, ხოლო ბიტკოინმა მიაღწია დაახლოებით 62,500-ს. ამ მოკლევადიანი ვაჭრობისთვის ვიყიდი 62,200-ს და მიზანმიმართული ვიქნები მცირე არხის ზედა საზღვარზე. იმის გამო, რომ მოძრაობა მცირეა, გაჩერება უნდა იყოს მჭიდრო. ეს კონფიგურაცია რისკავს დაახლოებით $269, რათა პოტენციურად იყოს დაახლოებით 3,400 რისკისა და ჯილდოს თანაფარდობა 12-თან ახლოს. არხის ზედა ნაწილთან მოგების მიღების შემდეგ, მე პირიქით გავაკეთებდი და გავხსნი შორტს 65,500-ის მახლობლად, ველოდები კიდევ ერთ დაბრუნებას ქვემოთ, სანამ უფრო ფართო ციკლის ფანჯარა დაუმთავრებელი რჩება. ეს მოკლე რისკი დაახლოებით $278 შეადგენს 3,400 მიზნისთვის დაახლოებით 12,1. დიდხანს ახლოს 62,200, მოკლე ახლოს 65,500, ბიბიტზე ბიტკოინი დაახლოებით 63,000-ია. გუშინ ბიტკოინი დაეცა დაახლოებით 62,500-მდე, აიწია 63,200-მდე და შემდეგ ისევ უკან დაიხია. 4 საათიან დიაგრამაზე ფასი აშკარად მერყეობს და თითქმის მიაღწია ქვედა ზღვარს.
$62,200 შეკვეთა თითქმის გააქტიურდა. მე შევინარჩუნებ ორივე დიაპაზონის გარიგებას. შემდეგი შეკვეთა არის დაახლოებით $62,249 იმავე ქვედა ზონაში. მე მაქვს შეკვეთა დაახლოებით $62,200 ბიტკოინის ნახევარზე პლუს დამატებითი დაბალი შეკვეთები დაახლოებით $60,000 და $47,000. თუ შემდეგი ნახევრად ბიტკოინის შეკვეთა გააქტიურდება, ჩემი ჯამური პოზიცია დაახლოებით 1.75 ბიტკოინს მიაღწევს. მე შეიძლება გავზარდო ეს შეკვეთა 0.75 ბიტკოინამდე. 0.75 ბიტკოინის დამატება $62,200-თან ახლოს მთლიან გარიგებას 2 ბიტკოინამდე მიიყვანს. დაველოდები თუ არა ბაზარი საკმარისად შორს რომ გავააქტიურო. Wix-ზე მე ვაცვლი სხვა შეკვეთას იმავე $62,200 დონეზე. ეს არის ბიტკოინი, რომლის ღირებულებაა დაახლოებით $20,000. ასევე მზად მაქვს კიდევ ერთი ქვედა შეკვეთა. ეს დამატებითი Wix შეკვეთა დაახლოებით $45,470-ია. ეკრანზე ასევე ჩანს სად დავხურე ადრე ჩემი ბიტკოინის ვაჭრობის ნაწილი. ახლა მოდით შევამოწმოთ Ethereum. მე მას ხშირად არ ვაჭრობ, მაგრამ მაყურებელი ხშირად ითხოვს. ყოველკვირეულ ჩარტზე Ethereum-მა იპოვა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა დაახლოებით $1,400-დან $1,500-მდე. გასული წლის განმავლობაში Ethereum-მა მიაღწია მინიმუმ 1,500-ს, რომელიც იწყებს მხარდაჭერის ფუნქციას. მან შეასწორა დაახლოებით 69% თავისი ყველა დროის მაღალი რეგიონიდან. Ethereum-მა დაახლოებით 1 წლის წინ ორმაგიტოპი ჩამოაყალიბა $4,900-თან ახლოს. აგვისტოში მე ჩავატარე დიდი 90 Ethereum-იანი გარიგება და წარმატებით მივიღე მოგება ამ ზედა რეგიონის მახლობლად. ეს ფართო არხი განსაზღვრავს Ethereum-ის გრძელვადიან გარიგებას, რომელსაც განვიხილავდი, ქვედა საზღვრის მახლობლად ყიდვა და მოგების მიღება წინა მაქსიმუმებთან ახლოს. სასურველი შესვლა არის დაახლოებით $1,500, მჭიდრო გაჩერებით რისკავს დაახლოებით $100 თითო Ethereum-ზე და 3.4-900-თან ახლოს. ბერკეტების გარეშე $100 გარისკვა შეიძლება იყოს 300 დაახლოებით 22 ერთზე. 10-ჯერადი ბერკეტის დროს პოტენციალი არის $33,000, მაგრამ ბერკეტი მნიშვნელოვნად ზრდის რისკს. Ethereum-ი დაახლოებით 1,500-დან თითქმის 1,900-მდე აიწია, რაც დაახლოებით $400-ია. ჩემთვის უსაფრთხო შესაძლებლობა რჩება საგულდაგულოდ და გეგმილი შესვლა მხარდაჭერის მახლობლად. ყოველდღიური დიაგრამა ზედმეტად გაიყიდება, მაგრამ შესაძლოა ისევ დაბალი იყოს. 4 საათიან დიაგრამამ წარმოქმნა ჯვარი. მოკლევადიანი მოკლე შეიძლება ჩამოყალიბდეს, მაგრამ მე არ ვიტყოდი პირდაპირ ბოლოში. Ethereum-ი, როგორც ჩანს, ხრება და შეუძლია $1,500-იან ზონას გადახედოს. ამჟამინდელი ნიმუში წააგავს ადრინდელ ფრაქტალს, გადახტომა, ორმაგი ფსკერი და ის, რაც ხარის დროშას ჰგავდა, რასაც მოჰყვა ავარია $1,500-მდე. მსგავსი სტრუქტურა შეიძლება ახლა განვითარდეს. ეს არის ჩემი ბიტკოინისა და Ethereum-ის სავაჭრო გეგმები. Elite Plus A Traders Telegram ჯგუფში ადამიანთა მოვაჭრე სამურაი მონდოში გრძელი პოზიცია გახსნა $0.33-თან ახლოს. Grok 4 მაისი ექსკლუზივმა $82-თან ახლოს გაიხსნა ნავთობი. Chat 5 ივნისის Extra High-მა დიდხანს გასწია SpaceX, რომელიც დაახლოებით $105-დან $150-მდე გაიზარდა. რამდენიმე A მოდელმა სწორად ამოიცნო ეს ნაბიჯი. Quen 3 აგვისტო Max ასევე გრძელდებოდა SpaceX. კლოდმა გახსნა Amazon-ი გრძელი, მე ვაშენებ Amazon-ის დიდ პოზიციას და განვათავსებ მეტ შეკვეთებს $224-თან ახლოს. DeepSeek 4 Flash დიდი ხნის განმავლობაში ვერცხლისფერი გახდა. GOM 5 თებერვალიმა გახსნა Google On. ახალი მოდელები აგრძელებენ Clash of Clans-ების კონკურსს. შეგიძლიათ შეხვიდეთ Elite Traders ჯგუფში Clash of Clans. Come and join ღილაკის მეშვეობით YouTube ვიდეოს ქვემოთ.
აღწერა შეიცავს ყველა ბმულს. Bybit გთავაზობთ ბონუს $30,000-მდე, მაგრამ ის შეზღუდულია ბევრ ქვეყანაში, ასე რომ ჯერ შეამოწმეთ არის თუ არა ის ხელმისაწვდომი იქ, სადაც ცხოვრობთ. Wix გთავაზობთ $200 სარეგისტრაციო აქციას და არ საჭიროებს ქეკეს. უფასო Telegram საზოგადოებას დაახლოებით 9,000 წევრი ჰყავს. თქვენ ასევე შეგიძლიათ გაიაროთ კრიპტო და საფონდო ბაზრის მასტერკლასები ტექნიკური და ფუნდამენტური ანალიზის შესასწავლად. ერთი სტუდენტი აცხადებს, რომ საინვესტიციო მოგება დაახლოებით $122,000 და ამბობს, რომ ანგარიში თითქმის გაორმაგდა. ეკრანზე ნაჩვენები სხვა კომენტარები იუწყებიან Uber-ზე $15,000 და ერთ კვირაში $25,000, რაც 10,000-ს 35,000-ად აქცევს. ეს არის ინდივიდუალური ჩვენებები, არა გარანტირებული შედეგები. კიდევ ერთი სტუდენტი იტყობინება საფონდო ჯგუფის ძლიერ შედეგებს. Apple ის ძველი $200 სამიზნე გადააჭარბა და აქცია ახლა 300-ს უახლოვდება. ეს არის ჩემი ბაზრის განახლება. გაატარეთ შაბათ-კვირა ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. გამოიწერეთ, დაალაიქეთ და ჩართეთ შეტყობინებები. ეს არ არის ფინანსური რჩევა, ეს უბრალოდ ჩემი საკუთარი გარიგებებია. ჩემი შემდეგი ბიტკოინის შეკვეთა რჩება 62,200-მდე. მე ასევე მაქვს რამდენიმე დაბალი შესყიდვის შეკვეთა, რადგან მსურს დავამყარო ჩემი ბიტკოინის პოზიცია შემდგომი ვარდნის დროს. ეს მოკლევადიანი გარიგებები იყენებს ჩემი მთლიანი კაპიტალის მხოლოდ მცირე პროცენტს. ჩემი გრძელვადიანი მიზანი არის დაახლოებით 10%-ის გამოყოფა თითოეული საყვარელი აქტივისთვის. ეს სასურველი აქტივებია Google, Nvidia, Apple, TSM, Foxconn, Bitcoin, Amazon და Alibaba. მე მინდა დავამყარო პოზიციები, როცა ისინი ზედმეტად იყიდება და შევამცირო, როცა ზედმეტად იყიდიან. ჩემი ყველაზე დიდი ამჟამინდელი პოზიციებია Google, Nvidia, Amazon და Alibaba და მე მაინც მინდა გავაშენო დარჩენილი ასიგნებები. მთლიანობაში მე ვრჩები დაახლოებით 70% ნაღდი ფულით და 30% აქციებში. კარგი შაბათ-კვირა გქონდეთ. ხვალ გნახავ.